სამი პროდუქტის შეთავაზება როცა გააქვს რა და პლუსები რა არის სამი პროდუქტის შეთავაზებებს. აი ყავა არის ყველაზე მარტივი რა, მაგალითად ხო პატარა, საშუალო და დიდი. ხო. შენ სხვაობა რაც გააქვს შუასა და დიდ შორის და შუასა და პატარა შორის განსაზღვრავს რომელი უფრო მეტი გაგიყიდება. ანუ თუ შუა არის უფრო ახლოს ფასთან, დიდის ფასთან, დიდი უფრო მეტი იყიდება რა. თუ შუა არის უფრო ახლოს პატარას ფასთან, შუა უფრო იყიდება რა, იმიტომ რომ ის უფრო კარგ ხელსაყრელად ჟღერს, რა ქვია, ასე ვთქვა. გარიგებად ჟღერს რა და მაგას არეგულირებენ, რა მაგას იყენებენ ხშირად ძალიან. იმიტომ რომ ის ზედა როგორც წესი, მაინც ყველაზე ცოტა იყიდება ხოლმე. და იმ ზედას იყენებენ როგორც ღუზას. რო ანუ ის ქმნის რაღაცა. ეს ყველაზე ძვირიანი არის და მე ამ ორ პროდუქტს ან გახდიან იმასთან ახლოს ან იაფთან ახლოს, რომ ისიც და ისიც საბოლოოში ღუზად შეგიძლია გამოიყენო, იაფით შეგიძლია ღუზად გამოიყენო და დიდიც და მე შუა არის ხოლმე ის პროდუქტი, რომელიც ბესტსელერი არის რა და გააჩნია მე საითკენ ჩააჩოჩებ, რომელს უფრო გადახრი რა.